ქონდა პატარა ვიქტორინოქსების სერიაც მიხეილ. მოკლედ ვიქტორინოქსებზე საუბრობთ. სლიპ ჯოინტების თემაზე რო იყო საუბარი მიშა. გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად ყველასთვის კლასიკური არაცივი არაღული ნივთი რომელიც არასოც ირდება გადავწყვიტე რომ ამას მიყოლოდი იმ პრინციპით წვეტების დაბლაგვების პრინციპით მე ცოტა უკეტავ თორე დიდი ადგილი უკავია ესეც წაიღეკით წვეტების დაბლაგვების პრინციპით რომ წავსულიყავი მიშა და აქაც დავიწყე მოკლედ ეს იყო პირველი და დავიწყე ბორმანქანით რომ დამენიშნა იმიტომ რომ დაიშალოს არ წაიშალოს რაღაცა ყველაფერი საკამათო გახდება პირველი ეს იყო ცივი არაღი მოკლედ შემდეგ მაშინ ლაზერი არ გქონდა. ლაზერი არ გქონდა. კაი, ლაზერზეც ვიტყვი. მოკლედ, ეს იყო მეორე slip joint-ი, ეს იყო მესამე. ამასთან ერთად კიდევ ბევრი ისტორია აქვს, აქ პარაკეტი იყო, კიდე პარაკეტით წაღებული აქვს, იგივე პირის სიგრძეებით რაღაცეებით და ეს ორივე ცივი არაღი არის მიხეილ როიცოტე. ესენი დაპატარავებულები არის. პარაკეტი ვის აქვს? შესაძლოა იყო. მეორე პარაკეტი? მე პარაკეტი ერთი მქონა დასკვნიანი. ის მე ერთი შენ გაქვს. ხო და მეორე მე რომელზეც მქონა დასკვნიანი. და ის ჩამოგართვეს ეგ პარაკეტი. ის ჩამომართვეს, კი. მაგაზე გადავალთ, რომ ჩემი აზრით რაღაცა კავშირი არის იმ ყველაფერთან რაც ხდება. ხო და მოკლედ ამის შემდეგ ეტაპზე აღარ გადავსულა, რომ მეტი აღარ დამიმოკლებია, ვერ მოვიცალე, ცოტა ფინანსურადაც ისე ვიყავი ახალი დანები და რაღაცეები და ჯერჯერობით აქ ვიყავი გაჩერებული slip joint-ებზე, რომ რაღაცა ამიღო, თუმცა არაფრის მომცემი აღარ იქნებოდა მიშა ეს. იმდენი ერთმანეთის და საპირისპირო და რაღაცა მაქვს რა, ამის შემდეგზე რომ დაეწერეთ არ არის ცივი არაღი, ისევ კიდევ ერთი მექნებოდა, რომ ეს არის, ეს არ არის და ერთმანეთის მსგავსია და რა გავიგოთ. ყოველ შემთხვევაში ვიქტორინოქსების ეს პატარა სერიაც ჰქონდა. დანარჩენი კაი, მოდი გადავიდეთ ახლა ესეთ თემაზე. ესენი გადავალაგოთ. სასამართლო თემაზე გადავიდეთ ახლა და პირველი ჯარიმა მე მქონდა რაზე. გამაჩერეს ზურგჩანთაში მქონდა დანები და მქონდა საკვები. პორტოხალი მქონდა მიხეილ. იყო ესეთი სიტუაცია. გამაჩერეს ზურგჩანთა გამიჭხრიკეს, ამომალაგებინეს. ჩებურაშკა ხარო, პორტოხალი რატომ გაგოხიტე? პორტოხალი გინდა უშ. ხელით ის კაიკაცი არის, ლევანი ქვია მგონი, ლევანი კაიკაცი არის. უბრალოდ მიხვდნენ რომ რაღაცა ის იყო რა, სიტუაცია იყო ისეთი რა და კითხვა ვერ მოიფიქს რა. ეგეც სახელს არ დავარქვი, მაგრამ უჩვეულო სიტუაცია იყო რა და მიხვდა რომ რაღაცა კითხვა უნდა დაესვა რა და რაღაც ისეთ კითხვა დაისვა, რომ თვითონ ხელით უნდა გამერჩია პორტოხალი რა, ახლა და ხელით ვერ ვარჩევ მეთქი მე პორტოხალს რა და მოკლედ ისე გამოვიდა მეგობრებო, რომ ეს არის სამზარეულო დანა არის და მე დასკვნა მაქვს, რომ აი ეს სამზარეულო დანა ეს არ არის ცივი არაღი რა და სტანდარტულად კამარზე გაკეთებული კანონს არ ვარღვევ სამზარეულო დანა მჭირდება მე საჭმელი ჭამო და დამაქვს, მაგრამ არსებობდა დასაკეცი სამზარეულო დანაც არსებობს რა, იგივე სანტოკუ არის, იგივე ჭილები რო პროდუქტი არ მიეჭას და პირდაპირ აწერია რომ სანტოკუა და ბოსტნეულის დასაჭრელი არის რა და მე ახლა მოლოდინი მქონდა რომ დასაკეცი და ის რამ გაყო რა, ახლა ეს მოკლეა და გამოვიდა ესე რომ სამზარეულო დანაზე დააჯერიმეს მლესავი ზურგჩანთაში საკვებთან ერთად. ხო რა ეს თავისივე ჩაწერილი ფეხზე დაიგდეს. ხო და საჩივარი გვაქვს მაგაზე შეტანილი და ჯერჯერობით ველოდებით პროცესს. იყო ასევე ეს დანა. ალბათ ბევრისთვის ძალიან ნაცნობი არის რა და ცოტა არეული სიტუაცია რო იყო, მე ცოტა თვითონაც გაერკვნე და სხვანაირად იწერებოდა ხოლმე რაღაც დასკვნები, მეტი მკაფიოდ და რაღაცა, მაგრამ ეს რომ მივიტანე მთელი და მე მგონი მაშინ მქონდა პირველად ცოტა უსიამოვნო საუბარი ლევანთან. რომ ჩაარტყა რა ტესტ გატესტა რა. ხო და ეს მთელი მივიტანე 60 მმ არ არის და მეთქი არის თუ არა ცივი არაღი რა და უკან გამომატანეს პაკეტში ნაწილები ცალკე დასკვნაში ჩანს რომ დანა არის მიტანილი და მე ნაწილებთან ერთად დევს ნაწილები რავი არ გადაუყრეთ და გამომატანეს ანუ ნათლად ჩანს იმას არ უარყოფდნენ რომ просто გატყდაო თავისით გატყდაო და ისე დაენთხო რომ თავისით გატყდა და დანისპირი გაზომეს ესე. მოფიქრება უნდა ვაღიარებ, მოფიქრება უნდა და მაგარი ყოჭაღი კაცია კაცო მე ლევანეს სიყოჭაღეს არ უკარგავ. მოფიქრება უნდა. მოკლედ ესე გაიზომა ეს დანა და გახდა ეს ცივი არაღი. მერე გამოვიდა ისე რომ მე ავიღე იგივენაირ დანა ანალოგი რო არ გაევლოთ არავისთან, ლოგო წავიშალე, ყველაფერი წავიშალე და რომ გაეწელათ, მაინც ისე დავამოკლე, რომ მაინც ისე ყოფილი. და გამოვიდა ისე, რომ ეს არ არისო ცივი არაღი. ბოლო, გაიმარჯვა გიორგიმ.
სხვათა შორის ერთ-ერთმა პატრულმა მაგრად გაიჭრა ამაზე ხელი. მართლა? და ისა იქ ვიყავი, შეჩერებული ვიყავი მიშა და ეს დამდენდანი მიდის ყოველთვის ხდება სურათის გადაღება. ყოველთვის ხდება სურათის გადაღება რა და აგზავნიან ჩატში რა და ეკითხებიან რომ აი როგორ ეს არის რა არის რაღაცა არის და წაღებული აქვს მაგითი და უცებ მოდის ნუ ერთ 4 ეკიპაჟია გაჩერებული რა და უცებ ერთ-ერთს ხედავ რომ მოდის ამდანას დევს და ხელიდან სერათიდან და ბასრია ყოფილაო და მეთქი გალესილი მაქვს ხელით მაქვს გალესილი რა შეიძლება ბასრი ყოფილიყო ეგეთი რა და მეთქი რანაირად რასაკეთებ და ჩაჟდა და წავიდნენ მოკლედ ისინი ექიმთან რა და ხო ნუ ეს ამაზე ქონდა ისტორია და თითი თუ რა გააკეთე არა არ ვიცი ახლა ეგ არ დამინახავს მაგრამ ნუ ხელი გაიჭრა რა არაცივი არაღით ხო და კაი ეს დანებიც ძალიან ბევრი ვარ გაგვიგრძელდეს გადავწიოთ უკან და მოდი ნენელა შემოვიყვანოთ ალბათ ხო ასევე გადმოვალაგოთ ნივთები მაშინ და გადავიდეთ ახალ მოცემულობაზე გადავიდეთ მიშა ნენელა კარგი ეს იქითკენ გადადე ეს საკეთ გადმოვდოთ ვაგზელებთ მეგობრებო ცოტა მაგიდან მივალაგეთ და ვაშიაჩუკი შემოვიდა აგერ ის ხوار გავაკეთოთ მიშა დაიცადე სამზარეულო დანაც აქ აქვს და მე შენ ახალწელს დაგკვირდი რომ ის დავახატავ თქო და დახატულ დანას გაჩუქებ თქო და მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს რომ ლაზერი ჩამოგვივიდა გეცოდინებათ ბევრს და აი ესე ექსპერიმენტებს ვატარებთ და ვცდილობთ რომ დავახატოთ მაგარი ლაზერი ჩამოვიდა მე აღტოვანებული ვარ იმიტომ რომ ჩვენ წინა ვიდეოში ისინი ხო გავაჩვენეთ ტყავის კარკაშებზე გაკეთებული ეხა აგერ არის ფოლაძე ძალიან კარგად აკეთებს ერთი თხოვნა მექნება რაღაცა პერიოდი გვინდა რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ რა და ვისაც გააქვთ რაიმე დასახატი გასაკეთებელი უფასოდ რა თქმა უნდა რაღაცა პერიოდი ვთქვათ მიშა მოდი ვიდეოს გამოსვლიდან ერთი კვირა ვთქვათ იქით აკვირამდე ხო ვიდეოს გამოსვლიდან ვისაც გააქვთ რაღაც დასახატი ჭიქაზე იქნება ფოლაძე იქნება დანაზე იქნება რაღაცა უფასოდ ჩვენ ცოტა ექსპერიმენტებს ჩავატარებთ ჭიქაზე არა დანაზე კაი დანაზე ჭიქაზე ჯერა მის მომიტანოს თორე სასწაულად იმასო დანაზე ნუ უფასოდ მოყვა აქსესუარი ჭიქებზე დასახატი და ეგ გამახსენდა კაი არ გვინდა ჭიქაზე კაი მოდი დანებზე ვატარებთ წარწერას გაგიკეთებთ და შევხედოთ და მე ნენელა გვინდა რომ რაღაცა ეგ თემა სერვისი იქნება მე უკვე რა თქმა უნდა ფასია კაი, მოდი გადავიდეთ ნენელა ახალ კანონზე მიშა და ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. კლიპითული, ეხლა ეს სტენდიდან მაქვს აღებული, ესეც კაი ნაექსპერტალი მოდელი არის, ალბათ ერთი 10 ჯერ არის მიშა და ეხლაც ექსპერტიზასთან არის წაღებული. ოღონდ წაღებული არის, არ ვიტყვი, სახელს ვის დანასთან ერთად, გასალეც დანასთან ერთად არის წაღებული და ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. უკვე მე-4 თუ მე-5 თვე დაიწყო, ოქტომბერში წაიღეს მგონი. როდის იყო ის ოქტომბერში იყო მოკლედ. ხო და, ნუ 3 თვეზე მეტი არის რა გასული რა. მე-4 თვე ნაღდი არის. ხო და, მაგ ყველაფერს შეიძლება კავშირი ქონდეს იმასთან, რა თემაზეც გადავალთ. შეიძლება არა, ნუ მოდი ახლა ნუ სულ მაგას გეუბნები, ნუ გიყვარს ეს რაღაცა უაზრო თავდაბლობა, ანუ ფიზიკური წინააღმდეგობა, ანუ სხვა არაფერი არ ყოფილა მათთვის. ანუ პირდაპირ ანუ ჩვეულებრივად იმ აქტიურობას რა აქტიურობას დაიწყო იქიდან რა ერქვა იმ პირველ დანას მოყოლებული ანუ მოყვა ის შედეგი რომ გუშინ წინ იყო თუ გუშინ წინის წინ რამოდენიმე დღის წინ მოკლედ გამკაცრდა ოფიციალურად რაღაცა ხალხი და კაი მოკლედ რომ ჩაუნოდებით ამას კავშირი აქვს იმ თემასთან რაზეც გადავალთ მე მოკლედ ეს არ არის ცივი არაღი მეგობრებო ამისი დასკვნა მეკითხო ესეც არ უნდა იყოს ცივი არა მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს მიშა ყველაფერი წინ არის შენს გაქვს მანდ რაღაც დანები კაი გადავალთ მაგებზე მოკლედ ნაჯახიც მიხეილ სარჯველაძე იმებს განხილვების დროს კომიტეტებზე საუბრობდა რომ ნაჯახებით და მაჩეტებით ხო არ ვივლით თორა და მე დამინტერესდი მაგიტომ მიიღეს კანონი რომ ნაჯახებით და მაჩეტებით არ გვივლო თეატრებში ეგრე იყო ნათქვამი რა და დამინტერესდი და ნაჯახი არ იყო ცივი არაყი რა და ნაჯახებით თურმე შეგვძლებია რომ გვევლო რა და ეგეც ნაჯახზეც მქონდა დასკვნა მიშა რომ ნაჯახი არ არის ცივი არაღი ასევე აი ეს სამზარეულოდანაც არ არის ცივი არაღი და
ნუ ჯეჯირობით მარტო ამ დანაზე მაქვს და ყველაფერი წინ არის კიდევ ერთხელ ვიძახი. და კიდევ ხანჯალზე ჩანაწერი არის, რომ ტრადიციული ტანისამოსის ნაწილი თუ არის ცივი იარაღი, კერძოდ ხანჯალი, ის არ არის ისა, იმის ტარება შეიძლებაო იმ დროს და თუ არ არის ტრადიციული სამოსის ნაწილი და ცალკე ხანჯლის ტარება არ შეიძლებაო და ჩვენთან ესეთი ჩანაწერი არის კიდევ ერთი კანონში, რომ ფიზიკურ პირთან მიერ აკრძალული არის ცივი იარაღის დამზადება. და მე დამინტერესდი ახლა ცივი იარაღის დამზადებს და კანონდამრღვევები არიან ეს ხალხი და ამ ხანჯლებს რო ყიდულობენ თქვა ტურისტები და ისინი სულ ცივი იარაღებს ყიდულობენ და დაატარებენ თუ როგორ არის მეთქი საქმე. ნუ კითხვა ესე დაუსვი, რომ რისკენ მიმყავდა საუბარი, საერთკენ მიმყავდა და იფიქრეს და ამაზე მომივიდა დასკვნა, რომ არ არის ცივი იარაღი, ესო სუვენირი არისო. კი, ჭრელი სიმართლე გითხრათ არ არის, დიდად ჭრელი ხანჯლი მე ისედაც არ მინახავს, მაგრამ რა ვიცი, ხანჯალი რომელი ხანჯალი იყო ერთი ჭრელი კაცო რა თუნდაც იმ დროში რა. ხო, ნუ ხანჯალი არის საჩხლეტი რა, საჩხლეტი და ჩხლეტავთვისებაზე არაფერი არ დაუწერია ესო სუვენირი არისო რა და კაი მეთქი სუვენირი არის და ნუ ეს მე მგონი აღარ ვიტყვი ეს ხანჯალიც მე ბევრჯერ არის ექსპერტთან ავყოფი რა იმიტომ რომ თვალში უჩვეულოდ ხდება 1000 ექსპერტზე გადამხტარი დანები არის მოკლედ დღეს ჩვენთან სტუმრად რა ესენი არის და მოვედით ისევ აქამდე არა ეს დავარქვათ გადაცემას 1000 ექსპერტზე გადამხტარი დანები კარგი დადგენილება ნომერი 38 26 წლის 30 იანვარი რა მიხეილ გონი დაგვერხა მომივიდა SMS ესეთი შინა არა ეგრე არ მithავს აი ზუსტად ვნახავ გონი ცუდი ამბავია მეთქი ხო გონი ცუდი ამბავია მეთქი კაი რა ამბავია მეგობრებო ეხლა და მოდი ერთად წავიკითხოთ ბევრს აინტერესებს და ამას რა თქმა უნდა კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებით ისევე აქტიურად როგორც წინა კანონს უბრუნდებოდით ხოლმე და ნენელა გავიაროთ ცუდი ამბავია მიხეილ აი ესე იწება ნუ სანამ წავიკითხავდი და გავიაზრებდი სინამდვილეში ბევრი არაფერი არ იცვლება და ერთად გავიაროთ და გავიაზროთ ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახსოვებელი დამტკიცების შესახებ კაი მოკლედ რა გააკეთეს კანონში პირდაპირ აქამდე თუ იყო რომ კანონში ეწერა რომ უბრალოდ ცივი იარაღის ტარება არის აკრძალული მე ქონდა მეტროლოგიის ცივი იარაღის სტანდარტი და მე საექსპერტო დეპარტამენტების და ბიუროს მეთოდოლოგიები ეხლა ადგენდა პირდაპირ ჩაწერეს რამდენიმე პარამეტრი პირდაპირ კანონში და იმ კანონთან მოუწევთ უკვე ადაპტირება სტანდარტსაც და მეთოდოლოგიებსაც კაი, დავიწყეთ. პროდუქტის უსაფრთხოების თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის რაღაცა მუხლის პუნქტის კაი, ამას არა აქვს ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ტექნიკური რეგლამენტი, ცივი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები. და დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან. თუ ვინმე 2026 წლის 1 თებერვალს ფეხით იარეთ მეტროებთან, ალბათ ყველა შეამჩნევდით არ ნახულ რეიდებს მაგ დღეს. ხო, მეტროებთან არ დავდივარ მოპედით. არა, ნუ მე გეუბნები რომ ანუ ხალხი იყო გაყვირებული რომ ანუ არ ნახული რეიდები იყო. შეიძლება ამასთანაც იყო კავშირი. ხო, არა. კაი, გადავიდით შემდეგზე. ტექნიკური რეგლამენტი ცივი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები. მუხლი პირველი ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების სფერო და ობიექტი ტექნიკური რეგლამენტი ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. შემდგომში ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრავს ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების კატეგორიებს. ეს არ გვინდა ძალიან როარ გაგვიგზელდეს ცივი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები. და აჰა, გადავიდით. ცივი იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. თუ ფიზიკური ძალით არ ხორციელდება რამე ელექტრო ან რაღაცა ისეთი? არა. მანდაც ფიზიკური ძალა არის? წერია მეორე ემაში. არა, მან და რომელიც განკუთვნილია, მაშინ უნდა ეწეროს ან. იმ პირველში. თვითონ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. მაშინ იქ ეწერა ეგრე. ხვდები, ხო რასაც ვიძახი? კი ბატონო, კი ბატონო. თვითონ სიტყვას მნიშვნელობა აქვს და მაშინ ამასთან არ დაკავშირებული. და თუ ეწერებოდა ან განკუთვნილია. მე ეგ შეადარე რაც ველდადგენილებას. კაი, შევხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას მაინც სათავითოდ განსაზღვრავენ ყველაფერი, მაგრამ ნუ კამათის საკითხი არის. კაი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცივი იარაღით უნდა ჩაითვალოს საგანი, რომელიც თავისი კონსტრუქციით, ზომებით და მასალით, ხოლო მოქმედების პრინციპით არის საჩეხი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავი, საჩეხი, დასარტყმელი, დამჩეხი, მჩხვლეტავი, ბასრი, მსხვრევა, დასარტყმელი, ან კომბინირებული მრავალსაგნობრივი. ანზორ, ჩემოძმაო, ჩემაზორას, შენი თავი არის ცივი იარაღი, იცოდეს. მაო, აგერ იმენა, ჩემი უბნიარები მიხვდებიან, ვიჟეცად. კომბინირებულია? იმენა კომბინირებული ერთხელ დაარტყამეს უპირისავ და აი ეს გადავხდა ჯუაზე. კაი. ანუ, ეხლა უყურეთ რა ხდება. ყველაფერი გადმოტანილი არის ზუსტად იგივე, რაც იყო მეტროლოგიის სტანდარტში.
და დაამატეს მრავალსაგნობრივი ჩემი აზრით აი ამის გამო არის აი ამ მოდელის ბრალი არის ზუსტად ყველაფერი რომ ანუ დაიტოვეს ესეთი ლუფტი რომ მრავალსაგნობრივიც შეიძლება იყოს ცივი არაღი დანარჩენი ახლა თქვა შეიძლება ვიქტორინოგზე დაწეროს რომ არ არის შეიძლება დაწეროს ანუ ეგეც მოიპოვეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ მრავალფუნქციური უეჭველი იმაში რო ეწერა რომ არ არის ცივი არაღი ეგ უკვე აღარ მოქმედებს და შეიძლება მრავალფუნქციურიც იყოს ცივი არაღი ანუ ესეც გასარკვევი იქნება სამომავლო ამაზე დაწერენ დაწმებული ვარ ცივი არაღია ლეზერმანზე და ვიქტორინოგზე არ დაწერენ ამის გამოწერია ეს ხო, მე გეთახმები რა, იმიტომ რომ კლასიკური დანა. ხო. მოდი, რო ვთქვათ, წეგან, ანუ რატო ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება იყოს დაწერილი? აი, წეგა რო თქვი 4 თვე, მე-4 თვე დაიწყო მეთქი. დანაზე ვარ დაჯარიმებული, რომელზეც მაქვს 4 ცალი დასკვნა, რომ არ არის ცივი არაღი და მე-5 დაწერეს, რომ შესაძლოა რომ არის ცივი არაღიო. მანდ მივედი მე და სიტყვიერად დავწერე, რომ მეთქი 4 დასკვნა მაქვს მეთქი. რაღაცა გაუგებრობას აქვს ადგილი მეთქი. შეხვედრით იქნებ შევხვდეთ მეთქი რომ და დანარჩენი დანა დამიბრუნოთ თუ შეიძლება მეთქი. ესე იყო სიტუაცია რომ პირადი კომუნიკაცია შედგა ტელეფონის საშუალებით უჩვეულო ამდენი წლის მანძილზე და მთხოვეს დასკვნების გაზიარება. და მე დასკვნები გავაზიარე, რა დასკვნებითაც ვიყავი და იმის მერე HR-ში არის გამოკიდებული ის ჩემი ჯარიმა. ანუ არც მიბრუნებენ, არც არაფერი. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ მიხეილ რა, ერთად ვართ ხალხო ამ გაუგებრობაში, არავის არ ვემტერები, არავისთან არც ქულების დაწერა არ მინდა. სხვა საშუალებას მე ვერ ვნახულობ. თუ ვინმე რამე უკეთეს რჩევას მომცემთ, რავი განცხადებებს წერ, აქედან ბევრჯერ მithხოვია თუ ვინმე შეგიძლიათ დამეხმარეთ. სხვანაირი საშუალება არ მქონია მე. ამ შემთხვევაში მიმართავ პასუხისმგებელ პირებს, რომ ეს ყველაფერი მაკეთკენ იყო ყოველთვის მიმართული. ხო და დასკვნები გაუგზავნე და მოკლედ მე-4 თვე გავიდა და იქ იმის მერე სიჩუმე არის რა და მე მგონია რომ ეს დანაც ახლა იგდევს. ხვდები და იმ დასკვნებთან ერთად პარაკეტი დევს იქა, კანსეპტი კორვიდი დევს იქ და კიდე მესამე დანა დევს, მიშა მესამე დანა რა იყო. კაი, არ მახსენდება ახლა. ხო და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. და ისე გამოვიდა რომ ნაჩქარევად ეხლა პირდაპირ მოითხოვეს პარამეტრების გაწერა, რომ თქვათ დაეზუსტებინათ. ხო და მოკლედ მგონია რომ ამ დანის გამოწერია ეს მრავალსაგნობრივი. შეიძლება მეშლებოდეს ყოველ შემთხვევაში მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. შემდეგი გადავედით. ცივი არაღის გარდა მსხრევად დასარტყმელი ცივი არაღისა. ძირითადი ნაწილებია პირი, სახელური. ცივი არაღის პირსა და სახელურს შორის შეიძლება გააჩნდეს შემზღუდველი, დამცველი. ოღონდ აღარ არის სიტყვა ჯამკეტი საერთოდ. არა, დამცველი გარდაზე ხო არ არის საუბარი მიშა. აბა ნახე? ხო, გარდა, ბოდიში. რომელიც დარტყმის მომენტში ხელის მტევანს იცავს დაცურებისაგან. აი, ისე რა, არის ფიქრობთ რომ რაღაცა გარდას არა და სხვა მაშინ სხვა ქვეყნებში სადაც გარდაზე აქვს. გარდას აქვს კონკრეტული ახსნა, რომ ანუ გარდათ ითვლება, ანუ ტარიდან რაღაცა მილიმეტრი მარცხნივ და მარჯვნივ. ხო, კი ბატონო. ჩვენ ვადაჯვარს ვეძახით, ვადას ვეძახით მაგას, აქ დაერქვა შემზღუდველი დაერქვა. ისე მე არ მგონია. არა, ვადაჯვარი არის გარდა და ვადა არის ბოლსტერი თავებულო. კაი. რისი თქმა მინდა ახლა იცი? არ მგონია მიშა ცოტა გამოცდილება მქონდეს აი ამ თემასთან, ექსპერტობასთან და იმასთან, მეთოდოლოგიებთან და შეფასებებთან. კარგი იქნებოდა მე რასაც ვცდილობ ამდენი ხანია, რომ რაღაცა კომუნიკაცია ყოფილიყო. საერთოდ არანაირი კავშირში არ არის ეს, აი ტყულა ჩაწერილი. საერთოდ ბევრი რამე არის ტყულა ჩაწერილი. ზუსტად ბანდვიჩდება, რომ რაც გეგონება მართლა რამეს გიშავებთ, ჯიბში გიდიო. ანუ მოდი რა მართლა აი ყველაზე იოლი გამოსავალია, ანუ ჩვეულებრივი კომუნიკაცია, ანუ რაღაცა სისულელეების ნაცვლად, რაღაცა დეტალური საქმიანი რეჟიმში შეხვედრა და ამის გაკეთება შეიძლება რა ისე რომ არ სვადი დაიწყოს არ ჩამბური. კაი, მოდი მაგასაც ჩავუღრმავდები, ზოგადად კონსპირაციული თეორიები მე მიყვარს, მიდამიშას გვისაუბრებ ჯერ მაგაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მესმის ხოლმე რომ აი იარაღს გვართმევენ და რაღაცებს გვართმევენ. არ ვიცი, საბოლოო მიზანი შეიძლება თემაში იარაღის წართმევა არა. მე ესე მგონია, ესე მუშაობს ეს სიტუაცია, ეს ბიუროკრატიაში ვართ ახლა რაღაც ძალიან გადასულები რა, ესე მგონია და პრობლემა თავი იჩინა. უფროსამდე ავიდა რომ პრობლემა არის. იქ ითქვა რომ
მოაგვარეთ როგორც გინდათ. ხო, მოაგვარეთ. არა, ხო, რა სიღრმეებში არ ჩადიან, ხვდები, ესე მგონია, ესე წდება დღეს საქმეები, მოაგვარეთ. იქიდან ჩამოვიდა ბრძანება, რომ მოაგვარეთ პრობლემა. ეხლა აქ დაბალმა რგოლმა რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოაგვაროს. ეხლა ხო არ ჩაუღრმავდება ამებს, რომ ეს დაუშვათ, არ დაუშვათ და რა უნდა ვქნათ და მოდი გავამკაცროთ. უფრო გავამკაცროთ, რომ პრობლემა მოაგვაროთ, უფრო შევზღუდოთ. მე მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. და რა ვიცი, მზადა ვართ ბევრი ხალხი, ზოგი იურიდიული განათლებით, ზოგი აი ესე პრაქტიკული გამოცდილებით, რომ ისეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ხალხსაც არ ქონდეს პრობლემა, გარემოც ბევრად უსაფრთხო იყოს და პოლიციაც ბევრად უფრო გარკვეული იყოს და არ იყოს ის რაც დღეს არის, რომ ხალხი უკმაყოფილოა, პოლიცია გაურკვევლობაში არის, რაღაცა უნდობლობა მატულობს, რაღაცა აი ესეთი რაღაცები რო არ იყოს. მაგის მიღწევა ძალიან თავისუფლად შესაძლებელია. და საიდან მოვით აქამდე, რომ ეს ტყული არის, გარდა რამე კავშირში არის, საერთოდ ან რომელიმე მეთოდოლოგიასთან, ან ცივიარაღი არის არ არის თან, საერთოდ რა შუაშია, რა კავშირშია. რუსულმა კანონში არის? ხო, რაღაცა, ანუ გამოუცდელობით არის რა. გარდა არის გარდა ძალიან ბევრ რამეს წყვიტავს რუსულ კანონში. დანას თუ გარდა პირდაპირ ცივი იარაღია. და გარდა თუ არა აქვს შეიძლება იყოს 60 სანტიმეტრიანი ხანჯალი და არ იყოს ცივი იარაღი. კი ბატონო. ხო იცი შენ ეხლა როგორ არის? კი, მიშა, კი. და მგონია რომ ესე გამოუცდელობით უბრალოდ ბრძანება მიღებული პრობლემა მოგვარდეს და ცოტათი რაღაცა ესე რომ არ ჩაიხედეს, მაგის შედეგი არის ეს, რომ კანონში პირდაპირ გვიწერია ახლა შემდეგი. მშრალეტავ იარაღებს მათ შორის მიეკუთვნება სტილეტი, მახვილი, დაშნა, ქორდიკი, აი რავი რა შუაში. იატაგანი არა? რა შუაში ხო რატო არა? რატო რა? იაკუტი, აი რა ვიცი, კაი, რამდენი რაღაცა შეიძლება. რავი, მარტო მაჩეტე რო დაწერეს რა. ხო და ნუ ესენი იცოდნენ, ანუ რაც იცოდნენ ეგ დაწერეს მიშა, ანუ არა ეს ესენი მეთოდოლოგიებში ეწერა. რაღაცა იქიდან გადმოიტანეს. ხო და დაამატეს ერთი რაღაცა მენიშნა, ფინური დანა, ფინკა ვიცი. ფინური დანაში პუკოს თუ გულისხმობენ. ხო, მაგას გეპუკო. ხო, კი ბატონო. არა, ფინკას გულისხმობენ. მე მგონი მართლა აი ძალიან საინტერესოა რას გულისხმობ. ანუ რა კავშირში არის საერთოდ, ანუ რომ ესე დაკონკრეტებული გარდა აქ თავი ბოლო კაკას ხო გარდა აქ რა ფინკას რა, ანუ არა მგონია მაგდენი ნაფიქრი იყოს მიშა. ანუ რა კავშირშია? ლევან ძალიან მკისრულობ ძმაო საჯაროდ მე ვკისრულობ ნებისმიერ რესტორანს. დანებზე და საქმეზე პროსტა მინდა გაგიცნო ძმაო და გეპატიჟები აგერ. საჯაროდ. ჩემი აზრით ლევანიც ჩვენ დღეში ახლა მიშა ლევანი. მე მაგითო დანებზე პროსტა გავიცნოთ დავშნეთ. ამას ხო მეთოდოლოგიები უნდა შეუსაბამო ახლა. ის თქვათ როგორ განსაზღვრა. მე არ ვიზახი საქმე. უბრალოდ კაცს ვეპატიჟები რესტორანში. ეხლა უყურე ნახე მჭრელი იარაღებს მიეკუთვნება დასაკეცი დანები, არა დასაკეცი დანები. აი ეს რო ყოფილიყო ორი დაწერილი რა, всё, არ იყო მოწურული ეს ყველაფერი. აი რა შუაში არის ეს ყველაფერი. დანარჩენი და ჩეხავი იარაღებს მათ შორის მიეკუთვნება. ხმალი მჩეხავია, გორდა, საჩეხელა და დაამატეს მაჩეხელა რა. აი საჩეხელა მჩეხავი იარაღი. და გავარკვეთ ალბათ მიშა და დაამატეს ცული. აი რა შუაშია. ანუ ეხლა საბარგულში რო ცული გედოს, ხვდები? საბარგულში რო ცული გედოს, არავინ თქვას რომ საბარგულში არ აჯარიმებენ, იმდენი დაუჯარიმებიათ და როგორც ვთქვათ საზღვრავენ. ანუ საბარგულში ცულის დება, როგორიც არ უნდა იყოს, ცულის სტანდარტი კიდე ცალკე გასაზღვრო მიშა. როგორი უნდა იყოს ცული? რაღაცა გარდა უნდა ქონდეს, არ უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. კაი. გავაგზელეთ. მოკლედ ცულის დამატებული არის. შემდეგი გვაქვს ხანჯალი, ხანჯალი ისედაც ეწერა, მაგრამ ჩემი აზრით აი ამ ვაჟბატონს კიდევ მოუწევს ექსპერტთან მისვლა. ეგ კიდევ მე რომ დავალთ მე ფინალური მე შევაფასოთ. სანადირო დანა. სანადირო დანა, ჩემო კონსულტანტებმა არიციან რა არის და ვერ გაურკვევიან და თქვენ რა იზრდები რომელია სანადირო დანა არის ცივი იარაღი. კაი და ფინური დანა წერია. ფინური ბუშკრაფტი არა, სანადირო. სალაშქრო არა, სანადირო არის. გავარკვევთ ჩვენ ამ ყველაფერს მეგობრებო. დაჯექი ორიანი, ეს ვის გააკეთე? იმენა დაჯექი ორიანი, ზმაო, შეაფერი არის ცივი იარაღი. მსხრევად დასარტყმელი იარაღებს მათ შორის მიეკუთვნება კვერთხი, საჯიგველი ხა, ულებრივი იმენა რავი. გურზი, ხელგულა. კი ბატონო, მაგასაც თავი ბოლო ხო ტრადიციული ნივთები აქედან
რა ვიცი პირველის გარდა ნუ ანუ ისევ და ისევ რა ზემოდან ბრძანება არის მიღებული პრობლემა მოაგვარეთ და ვერ ერკვევიან და ესე მოაგვარეს რა ჩემ უთხრეს იცი ერთ-ერთს გააჩერეს ისე ძალიან ძვირად ღირებული მანქანით დაიწყეს და ჩხრეკაო და ტრალივალიო რა და ეს რანა აქ რა აქ ნაყიდი რა და ეს ამოიღო და დადო რა ხო და ეს რაღაცო არაფერი არ არისო და გააკეთეს მოკლედ და უკან საბარგულში ონს აი იმიდან ამოუღებელი რა ბლისტერიდან ამოუღებელი გაუხსნელი ბეისბოლის ბიტა აქვს აჩუკა ვიღაცამ კოსტილის და არც ამოუღიან ბლისტერშია კაროჩიო ისო ქმიო იქო აკეთური უნდა 500 ლარი დაგიწერო და ნუ ყურებს ეს რა და ბოლო-ბოლო ვაცადევ ერთი წამეო დავრეკაო რა ხო და ნუ დარეკა რა მოკლედ გადმოურეკეს და გამოუშვეს და გამოშვების წინ ისევ აგის ამხელა მანქანით დადიხარო ესეთი კაცი ხარ ერთი იარაღია გაუფორმებელი ჩაგეგდო პრემიას ხომ ის დაგვიწერდო ანუ კი ბატონო ესეთი ამბები ხდება სამწუხაროდ კაი დარეკვაზეც ვიტყვი ჩემ პოზიციას დარეკვაზეც ვიტყვი ჩემ პოზიციას კარგად მაქვს გააზრებული რა ქვეყანაში ცხოვრობ და რო ეგრე მუშაობს ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია არის ესეთი რომ მიშა შენც იცი რომ ყოლია მე გავლენიან და გავლენიან ხალხი და არასოდეს არ ყოფილა რომ დამერეკოს ვინმესთვის არასოდეს და რომ პოლიციელისთვის გადმოერეკოს ჩემი აზრით მე ეგრე მესმის მე არ ვიზახი რომ სწორად მესმის არას მე ეგრე მესმის რომ ფორმის და პოლიციელის შეურაცხყოფად მესმოდა ეგ ყოველთვის რა რომ კაცი დგას გეუნება და მე შენ ვთქვათ ურეკავ რომ ზემოდან დაარეკინო და მე დგას და უცებ სხვა რაღაცას იძახის და ნუ ეგ არასოდეს არ გამიკეთებია. კაი, გავაგრძელოთ? გავაგრძელოთ. მე-6 პუნქტი მეგობრებო. ყველაზე საინტერესო. ვიცინეთ და ამოჭრა მოგვიწია ძალიან ვიცინეთ და კაი. დამზადების მიხედვით ცივი იარაღები იყოფა 3 ჯგუფად. მოკლედ რამე არ გამოგჩესო რა და ესეთი რაღაცა არის რომ ქარხნული იარაღები გვაქვს მეგობრებო. გვაქვს კუსტარული ვერ გავიგე მე მიშა. ანუ ქარხნული გვაქვს თვითნაკეთი გვაქვს და რამე არ გააკეთებ თვითნაკეთი არის custom ქარხუნს რო გადააკეთებ თვითნაკეთი არის custom ამათი იმით არა კუსტარული არის მე გეუბნები ქარხუნს რო გადააკეთებ თვითონ ვინც არ მოწონთ რა ანუ ისოსტატები კუსტარულში ყავთ დაყვანილი რა ანუ კულებულებს რო კიდიან და ასე ხო ნუ მე ვერ ხვდები ბევრი რამის საჭიროებას მარტივად შეიძლება და ამ ყველაფრის გაკეთება დანარჩენი საგნის ცივი იარაღად კლასიფიცირების წესიც გვაქვს გაწერილი მეგობრებო საგნის ცივი იარაღად კლასიფიცირების მიზნით ტარდება კრიმინალისტიკური გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი, ექსპერტი ახორციელებს. კუსტარული არის შენ კლიბია. არა, ქარხუნს რო გადააკეთე. მე გეუბნები კუსტარული აქ არის კლიბიც. კაი, მივალთ მანდამდეც. ხო და ექსპერტი ატარებს ამ ყველაფერს. ლევან, თქვენ გეხებათ. კარგი. და შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას ხორციელდება საგნის ვიზუალური დათვალიერება, აღწერა მათ შორის დგინდება საგნის პირის ზომა, კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა. ესე რა, ეს აქ ძალიან ჩახლართეს. ესეა რა, მოვიდა დანა და ლევანი ესე აიღო, ჯერ დახედა. მოატრიალა, მე მოინტანა სანტიმეტრი. ხო, ეგრეა, მე რა შეგვაო? კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა დგინდება მიშა. აჰა. გასაგებია ის რო გამოწია მაგით დრეკადობაც ხო ისქნა მაიკროტექზე სიგრძე რო და კი ბატონო არა დასაკეთი დანები ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები ანუ ნახე არა უყურე ნახე რა ესენი გააზრებულად წერია ეხლა ის დანები შეიძლება ვერ ვერკვევი რაღაცის მაგრამ ხელსაწყოში აქ უკვე ბევრი რამე იგულისხმება რომ ლავირებას იტოვებ და საგნები მაინც რამე რო არ განა საგნებით შეიძლება ჩაითვალოს მაგარი სიტყვაა იქ და ყველაფერი საგანია ვაფშე და საგნები გარდა მსხვერპლად დასარტყმელი ცივი იარაღისა მიეკუთვნებიან ცივი იარაღთა კატეგორიას თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე აი ესეც კარგი სიტყვა არის ნახე მიშა განაპირის სიგრძე იმიტომ მანამდე ეწერა ხოლმე პირის სიგრძე ახლა წერია პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია ხო ეს მაქსიმალური სიგრძე სიმართლე გითხრათ გასარკვევი არის იმიტომ რომ ძალიან ჩათვლახი ტერმინია მაქსიმალური სიგრძე ხო ნუ გასარკვევი არის იმიტომ რომ დიდი შანსია რომ მართლა იყოს აი ამ შემთხვევაში აი აქიდან შეიძლება დათვალო პირი დიაგონალზე რა ხო კი ბატონო ან რავი შეიძლება გეომეტრიულად ანუ რაც მაქსიმალური სიგრძე შეიძლება კონდეს ხო მე სიმართლე გითხრა რადიუსი თუ დათვალე მე სიმართლე გითხრა მსგავსი იმას შეიძლება დამეშალა
იმიტომ რომ დანისპირი აქედან იწყება საერთოდ. დანისპირი არის ეს უკვე და ფულტანგი ჩაუთვალე შენ ხა ვაფშე იქიდან. ხო, დანისპირი სიგრძეა. ხო და აქედან ამაშიც დაჯექი ორიანი, რაშიც იმუშავეთ, იმაშიც დაჯექი ორიანი. კაი, მე ორიანებს არ გიწერთ რო. მე გიწერთ მე. გიორგი იურიდიული პირია, მე ფიზიკური პირი გიწერთ ორიანებს. კარგი, მერე შემდეგი. საგანი კლასიფიცირდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლით გათვალისწინებულ ცივი იარაღად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას დადგინდა, რომ საგანი უძლებს არანაკლებ 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვას. აქ ძალიან ბევრი თავი არის ჩამარხული, სიმართლე გითხრა. თვითონ შეიძლება არ ჩაუმარხავთ და ესე მარტივად განსაზღვრეს, მაგრამ მე როგორც გამოცდილი კაცი და მე როგორც დანებში გარკვეული კაცი, აქ ბევრ ამის ვხედავ. შეიძლება თვითონაც ეგრე ჩაურმავდნენ და ეს მაგაში გაგრას თვითონაც ჩაურმავდნენ. კაი, 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვას. მაგას გავარკვევთ ჩვენ ისევ დავიწყებთ მეთოდოლოგიების გამოთხოვასაც, სტანდარტსაც გამოვითხოვთ. გავუწევთ 1 კილოგრამს. ეგა? არა, მიშა. არა, გითხრა მე როგორ გამსაზღვრავდი. მაგითო გეუნებით რა, კარგი იქნებოდა საუბარი რა. არა, მაგი რა, გეტყვი. მიხარებო. უყურე. ესეთი რაღაცების გაწერა ჩემს კანონში არ უნდა მოხდარიყო. ესეთი რაღაცები უნდა გაწერილიყო მერე. მეთოდოლოგიაში. კი. ეხლა უყურე 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვას. საიდან დატვირთვას? ხო რა. თავი ბოლოდან? აქ რო დავდო? კი ბატონო. არ გაუძლებს? ანაღაცა ის ეგ არის მართლა მოხერხებულობის ამბავია და ხო, ანუ ის არის რა. მაგას გავარკვევთ, აუცილებლად გავარკვევთ, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ის არის. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ ცივი იარაღი არ უნდა განიცდიდეს ნარჩენ დეფორმაციას მისი სიგრძის 5%-ზე მეტად. ანუ თუ სიგრძე 10 სანტიმეტრია და თუ კუდუა? ხო. ხო შეიძლება და რაღაც დავსხდარიყავით გულაბარაკა. და სიგრძესთან და სისქეს. ვერ რამე შეიძლებოდა რა. თუმცა როგორც ვიზახი ყველაფერი წინ არის მეგობრებო. კაი, ბოლო პუნქტი წავიკითხავთ. საგნის ცივი იარაღად კლასიფიცირების მიზნით ნებისმიერი გამოსაკვლების საგნის გამოსვლა უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3-ჯერ. მანამდე იყო 50-ჯერ. და მე დასკვნა მაქვს, მიშა ეს ჩემი კოლექცია არის, არა მარტო დანების. მთელი დასკვნების კოლექციაც მაქვს, რომ წერია, რომ ამაზე რომ დამაჯარიმეს, ამ დანაზეც ვარ დაჯარიმებული. რომ ექსპერტმა უკვე რომ დაწერა და ჯარიმა, რომ დაიწერა, X ექსპერტს ხონა დაედო დასკვნა, რომ ჩაატარა ეს მთელი ისინი და უწერია, რომ იქ წერია არანაკლებ 50 დარტყმისა. ბოჭკოების განივად, განაისე რომ ბოჭკოებში შედეს განივად და მთელი ძალით. და 50-ჯერ უნდა დაარტყა, აქამდე ეგრე იყო, რომ და ტესტ უნდა გაეძლო რა, უნდა დაკეცილიყო რა და სიმართლე გითხრა, არაფერს ცulis, მე ხო ამაზე მაინც მაქვს ჯარიმა, სასამართლო ხო მომიწევს. მე იმაზე უნდა ვიდაო, კი, შეიძლება ეხლა კანონის ცვლილებაზე ამებით ვეღარ ვედავოთ. და მაქსიმუმი რო ჯარიმა გავაბათილო, მაგრამ ექსპერტს მოვიწევთ და მოვითხოვ სიმართლე გავაბათილო ძველი კანონითაც შეგიძლია და ხო და მაგას ვიძახი მაქსიმუმი ეგ მივახციო. ანუ იქით ვეღარ წავალთ რაც ქონდა გეგმაში რომ კანონი შეგვეცვალა, იმიტომ რომ შეიცვალა, მაგრამ არა უშავს. არა უშავს, აკად კიპოვით. ხო და სიმართლე გითხრა, აი მას გეგმავ რომ მოვითხოვო რომ ის ჩაატარონ ექსპერიმენტი და 50-ჯერ როგორია ამისი მთელი ძალით დარტყმა. ხო და კაი, მოკლედ, ეგ არის მეგობრებო. მოკლედ, ყველაზე მთავარი კითხვა არის, რომ რასაც მეკითხებია, რის იტარება შეიძლება, რისი არ შეიძლება. მე დღეს მაგაზე პასუხისგან თავი შევიკავე. ხო, მოკლედ 4 სანტიმეტრიან დანები მე ბევრი ვიფიქრე მიშა. ზამში და კოლექციაში მე არაფერი არ მქონა მიშა, 2 ნივთი წამოვიღე. და აი ორივე მუჩიმალა ორივეს. გეფცები აი არ საიდან არ ჩანს. აი ისე ვანახე. არა, აჰა, ერთი ეს არის. ერთი ეს არის. ბატონო, ესეც არის. ხო, არავინ თქვას, რომ ამას ექსპერტზე წაღება რა თუნა ექსპერტიზაზე და რაღაცა. უნდა, იმიტომ რომ პოლიცია ადგილზე ვერ გადაწყვეტს, მეგობრებო. მე შტანგელიც მაქვს წამოღებული სადღაცას. ხო. ანუ აი ეს რომელზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ ესეც კი უკვე მანდ არის? არა, ნახე, გადადის ეს. მე არ ვიცი, იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 40 მმ წამოვიდა იქიდან, რომ აი ეს დანები რომ მოვაგროვე, რომ თქვენს რომ აი ბევრი დანა არისო, ესო რაღაცა შინელი დანებიო და დავწიოთო და უბრალოდ მანდიდან მოვიდა და არა იქიდან რომ იმჟელეს და 40-იო იყოსო, იმიტომ რომ მე მგონია ვარ გაუზომიათ. ხო და ნუ გაამპატარა რა.
ნუ სიმართლე გითხრა ისიც შეიძლება და ბატონი ფრიდონ ნინჯია წინა კანონის განხილვაზე საუბრობდა რომ 2 სანტიმეტრიანი დაუშვათო 2 სანტიმეტრიანი დანებიო რა და ნუ ეხლა 4 არის სიმართლე გითხრა ყველაფერი წინ არის 2-მდე შეიძლება დაწერო კაცია 2 სანტიმეტრიანთან გაფრთხილე ვაშილს მე დაჭერე პროსტო კი მოკლედ მეგობრებო 4 სანტიმეტრში ჯდება აი ეს დანა არ თქვას რომ აი რაღაც მე სიმართლე გითხრა 4 სანტიმეტრი რო წერია პირის მაქსიმალური სიგრძე კაცმა არ იცის საიდან გაზომავენ ჯერჯერობით და ხო დაგერი არის ხო და პოლიციაც თუ გააჩერებს პოლიცია ადგილზე ვერ გადაწყვეტს არ ვიცი პოლიცია ადგილზე ვერ გადაწყვეტს რა ზომა არის იქნება და 40 ნახევარი არის საიდან არის და რა არის და ახლოს რო არის უნდა გადააგზავნოს ყველა შემთხვევაში რა მოგეწონა რა და მეორე არის ეს 4-ია მიშა 4-ია ა დიაგონალზეა 4 კი ეს ცივი არაღია ხო ნუ კიდე ვიძახი რა ანუ ცივი არაღია მიშა გავიგე ხო ნუ ეს ცივი არაღია აი ეს პატარა ეს არის ცივი კაი ეგრამდენია просто მე მაინტერესებს ეს ჯიჯია ეს ხარ დანა რომელზეც ადრე აი თამამად შემეჭრები თქვა რომ კი არა აქამდე აი გავაყველა იმას ყველა ისე იზახდა ეს რა თქმა უნდა არა და პოლიციაც ეგრე იყო რომ არა ეს ცივი არ არის რა ეგა ეს თამამად ვიძახი რომ არ არის მეთქი და შენ აქ საიდან გაზომავდი პირს მე გაფიცება ის საიდან გაზომავდი პირს მე გავზომავდი მე პირს გავზომავდი არა ამას მივიტან ლევონთან მივიტან თამას ერთებას გავზომავდი და მე ესე გავზომავდი გავიგე რომ შენ ეს პირი ეს არის მაქსიმალური სიგრძეა კანონში მითითებული თვითნებობას ადგილი არ აქვს აჰა პირის მაქსიმალური სიგრძე პირის მაქსიმალური სიგრძე 4-ზე მეტი არის კაი გაჩერდები რა მე შეძახი მოიცა ამოჭერია ეს ამოჭერია ხა ეს არ ნახონ ხა კაც ეს ყველაფერი წინ არის ეს დანა უნდა ისქნა რა არა მოჭრა ეს დანა იყოს რა გინდა რა ამას კაციშვილი არ დაწერს არაფერს მე მართლა თავში არ მოფრიალდეთ რამე და შენი აზრით რო გქონდეს ამაზე დასკვნა რო ცივი არაღი არ დაგვეხმარება რო აი ამაზე რო დასკვნა რო გაქვს ცივი არაღი რო არის რო ხალხო კი ბატონო დაუწყდეთ რა ო არა ეგეც არის ამაზე ხო რა პრინციპში რა განსხვავება მაგის დედასვათი ხო და კაი მეგობრებო მოკლედ რეალობა ეგეთი არის დღესდღეობით იცით რომ დანის გარეშე არ დავდივარ და ნუ აი ეს მაგმიდევ ჯიბეში და აი ეს პატარა დანები თუმცა საქმე მოგვეცა აი ეს უამრავი თემა რაც გვაქვს და კოლექციის ნაწილი არის ხელახლა არის გასავლელი მე ხალხ თავს ვერ არ ვიცი თუ ვინმე მიფიქრეთ რომ ხარ რა ვიცი ან დავე რაღაცა ახალი გამოუშვით ფურცელი და თავს დავანებებთ რავი ძალიან ცდებით რა მე სრული აკრძალვას რომ მოახდინოთ აი სრული აკრძალვა რა როგორც სხვა ქვეყნებს მოუწიათ რა ალკოჰოლზე მშრალი კანონის მერე მაინც უკან დაბრუნება ისე მოგიწევთ კი ბატონო, მოკლედ კიდევ ერთხელ იმას ვიტყვი, რომ ჩემი აზრით რაღაცა უდიერი დამოკიდებულება არის საქმისადმი, ისიც მის წეღარ ეგრე წარმომიდგენია რა, არ მარხავ იქ რაღაცა კონსპირაციებს რაღაცა, ეს ბიუროკრატია ბრძანებები ესე მოდის და ესე კეთდება და რეალობაში ვიღებულობთ ამ შედეგს. სხვა მე არაფერ ახსნას არ უძებნი ამას. ერთ დავამატებ რა, შეგნებულად მიდევს ისეთი დანები, რომ ანუ თუ ადამიანი ოდნავ ერკვევა დანაში, ოდნავ ანუ აი ამ ტიპის გეომეტრიის დანებით ზიანის მიყენება ცოცხალ ადამიანზე არის თითქმის წარმოუდგენელი, ურთულესი. ახლა თუ თქვენ იმას თვლით, რომ ანუ ადამიანს შეიძლება მიაყენოს ზიანი, რომ დააბადა, გაკოჭო, ადამიანი თუ დააბი უკვე იმ ხელასიწლის სამართლის დანაშაულია, რომ რა ვიცი ხა იქ კი ბატონო. ანუ მართლა მარაზმი. კიდე ერთ ვიტყვი მიხეილ. ანუ მე შენი წინასწარმეტყველება ახტა რა. ესენი უარეს კანონს თუ მიიღებენ, თორე უკეთეს არაა. ხო, კი ბატონო. მაგრამ ანუ ისე გამეორდები, რომ არ მქონია ისეთი რაღაცა რეაქცია არ მქონია რა. რომ მოგწერი რაღაც ცუდი ამბავია მეთქი, უბრალოდ ვიმოდი მაგ დროს. რაღაცა, იმიტომ რომ მოულოდნელი არ ძალიან დამიმძაფრა, მაგრამ თემო აქიდან ჩემოცმაო ყველაფერი კარგად იქნება. არ ნერვიურო. ანუ ბევრი არაფერი არ იცვლება თქვენთვის. ჩემთვის შეიძლება შეიცვალოს, რომ აი რაღაცეებზე და ახლიდან ვიწყებ, მაგრამ ჩემი განწყობა ის არის, რომ რავი, ზუსტად იგივე შემართებით ვარ, როცა გამდე ვიყავი და არ ვიცი, ალბათ ერთი წელი მინდა. მე პროსტო შეიძლება სხვა პრემიერი მოვიდეს და შეცვალოს.
მე რა მოხდა? ანუ ჩვენ სულ ვაპირებთ ამ თემაში რომ ვიყოთ. არ ვიცი, შეიძლება სხვაებიც აპირებენ სულ რომ იყვნენ თავრობაში. არ ვიცი, მაგას დავინახავთ, მაგრამ ჩვენ სულ ვაპირებთ რომ ამ თემაში ვიყოთ. ჩვენ ჰობი გავხადეთ საქმეს, მოდი ესე ვთქვათ რა, თავი ბოლო და ეჭვი მეპარება მოგბეზდეს რა და. კი ბატონო. კი ბატონო. ხო და ერთი წირის თქვა მინდა კიდე წეღან რაც თქვი რომ რაღაც გვერდში დგომა თქო და რაღაცა ხალხისაგანაც ბევრი მოუწერია რაღაცა გავაკეთოს, მაგაზე დავფიქრდები მე. ამჯერად მე მგონი სხვა გამოსავალი ბატონო გიორგი უკვე აღარ დაგვრჩა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. იცი რა ვფიქრობდი? მაინც მარტო მე უნდა ვჩამდე. ან სხვა ფორმა არის მოსაფიქრებელი რა და ის ვარიანტიც მაქვს რომ აი ეს ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდი, ვაფშე ისე გავაკეთო რომ არ ვილაპარაკო. ხო ვიგე რასაც იცი. ეგ ვარიანტიც მაქვს რა. აი ეს უამრავი დაასკვნა მე დანებითაც ვივლი ძალიან ბევრ რაღაცას მოვაგროვებ. ანუ ისევ და ისევ კეთილი განწყობით თუ ვინმე მისმენს პასუხისმგებელი, ანუ აი ეს არაფრის მომცემი არ არის და ზუსტად იგივე წინააღმდეგობაში იქნება ერთი მეორესთან. ეხლა ერთადერთი შეიძლება მიიღონ რომ სამხარაული შესაძლოა წინააღმდეგ აღარ წერდეს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მაგას. აი ეს ყველაფერი რაც მაქვს რაღაცას ერთ წელში, წელიწად ნახევარში ისე მსგავსი აბსურდული ისინი მექნება მიშა. არა, არ ვიტყვი მე ეხლა რა როგორ რანაირად არ ვიცი ჩემზე უკეთესად ესენი ფაქტია არ ვიცი შეურაცხყოფილად კი არ ვიძახი მიშა მაგრამ მე გირჩევდი ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია რა მე გირჩევდი რომ უბრალოდ ეგეთი კუთხით ნუ დააყენებ საქმეს რომ თქვათ მე მარტო ვჩანდე ანუ მიეცი საშუალება uns კონკრეტული ფორმატით მიეცი ფორმას თუ მოვიფიქრებთ რაღაცა ფორმას კი შეიძლება ეგრე რა თუმცა მაგის ილუზიაც არ მაქვს რომ ეგ რამისი მომტანი არის გამიგე და მაგიტომ მე ესე ვუყურებ რა მე არ ვიცი ვინ როგორ უყურებს დღევანდელ სიტუაციას მე ვფიქრობ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ვცხოვრობ მე მაგას ცალკე თემა მაქვს არც მაქვს იმის ილუზია რომ დემოკრატია სრულყოფილი სისტემა არის და რაღაცა არის ბევრი შეიძლება ჯობდეს არ ჯობდეს ყოველ შემთხვევაში დღეს არ ვცხოვრობ და მე არ მგონია რომ რაღაც რაც მეტნი ვიქნებით და რაც არადემოკრატიულ სახელმწიფოებშიც ყოფით საკითხებზე ხალხის მასის აზრს ითვალისწინებენ ძალიან ისეთი ტირანებიც კი. რა, 200,000 კაცი იყო შარშან გამოსული ზოგი დაობს არ იყო, მაგრამ არ არის. პოლიტიკური საკითხი მესმის. მეგონა საყოფაცხოვრების საკითხზე თავი ბოლო სადამ ხუსეინია, ეგ რაღაცა კონკრეტული кейსი არის. შეიძლება დავფიქრდები მაგაზე რა როგორ გავაკეთებ, ყოველ შემთხვევაში იმის თქვა მინდა რომ ეგეთ სიტუაციებში ყველაზე ეფექტური რატო ვიძახი ამას? ყველაზე ეფექტური არის რომ შეხვდე და დაელაპარაკო. მე ხა შეიძლება თუ გინდა ამოვჭრა, თუ გულწრფელად ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს არის ჩვენი კონკრეტული საქმის სიყვარულიდან და თუნდაც ბიზნესიდან გამომდინარე და არამც ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ხო? მაგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ანუ ნებისმიერი მასიურობა ამ საქმის იქნება ძალიან მომგებიანი და მაშინ ფორმა უნდა მოვიფიქროთ რაღაცა ისეთი რომ ისევ მარტო მე არ ვჩამდე რაღაცა ეგეთი ფორმა რომ ეგ სახელი დაერქვა ინიციატივა მაინც გასაჟღერებელია მე იმაში არც მე არ მაქვს იმის ილუზია გიო რომ კარსა გვიტალახებენ მაგრამ აი ნახე ოფიციალურად რაღაცა ინიციატივას რომ გააჟღერებ და იტყვი რომ მოდი აი ერთისთვის ვადაში თუ გამოვა თუ არა მე ისევ ვაგრძელებ აი მე მაგალითად აღარ მექნება ის განცდა რომ არ მივეცით რაღაცა ну შეიძლება მაგაზე დავფიქრდებით ყოველ შემთხვევაში მე იმის თქვა მინდა რომ დღეს ამ საქმის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რომ ვიღაცა საერთო ნაცნობი და აბა გვიჭირს და ისე კი აღარ მოგვარდეს რომ ზემოდან პრობლემა მოგვარეთ ისე რომ არ ჩაიხედოთ რომ დავანახოთ რომ მართლა პრობლემა არის და თქვას ვიღაცამ ზემოთ რომ აბა რა ხდება ნამდვილად გეთახმებით ეგ არის ყველაზე ეფექტური საშუალება რა და მაგ მიმართულებითაც ნუ აწი ვიმუშავებთ რა სხვა მოდი ალბათ ნელა გავიდეთ ხო ფინალისკენ მეტი არაფერი კიდევ ერთხელ არ მინდა რომ გასაგები რო იყოს რა არანაირი ადრე უფრო მქონდა მიშა არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არანაირი გონია რომ ისევ გაუგებრობის სახელს ვარქმევ უბრალოდ ამ ყველაფერს და გონია რომ გავერკვევით რა ე ბატონო უბრალოდ მე მაინც ვერ გავიგე შენგან ერთ რაღაცა და პასუხი ანუ ადამიანებს შენ იცი რომ ამ გადაცემის მთელი მუღამი ის იყო რომ ხალხი ხსოვს კითხვას რა ისწრება შეიძლება ანუ მე პასუხი ვთქვი შენც მინდა რომ იგივე არა შენ თქვი კაც შენ იგება არ მეთანხმები საერთოდ ჩემი გამოცდილებით როგორც აფასებდნენ საიდანაც უნდა ყურს აბავდნენ როგორც რეალურად მუშაობდა რომ არ ითვალისწინებდა პოლიცია ადგილზე არაფერს საჩივრებიც არაეფექტური იყო დღეს ეს რაც წერია აქა ну ვინც ჩემი დასკვნებით სარგებლობდა
იმათ ადგილას ამ ყველაფერს აღარ გამოვიყენებთ. დანარჩენი სხვა არაფერი არ იცვლება. ხალხის უმრავლესობა მაინც ჩვეულებრივ დადის ამდანებით და რა ვიცი, მანქანაში ვწვდეთ და ყველაფერი იმათთვის აფერი არ იცვლება. რა შეიცვალა? 40 სანტიმეტრი რო წერია, 40 სანტიმეტრი, 40 მილიმეტრამდე დანა ვის ქონა საერთოდ? არც არავის არ ქონა. სხვა მეტი რა შეიცვალა? ნამდვილად. არაფერი არ შეცვლილა მიხეილ საერთოდ რა. ერთადერთი ჩვენ აი ეს როგორც არ შეიძლება და ისე არ შეიძლება რა. ხო. 2 სანტიმეტრი არც არ გიწყოთ. ხო, რა შეიცვალა? არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. მოკლედ, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ მე საერთოდ არ ვიტყვით თქო, ვერავის ვერ გეტყვით, რომ რამე ატარეთ თქო და არც იმას არ გეტყვით, რამე არ ატაროთ თქო რა. ხო, მე იმას ვიძახი, რომ არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი ჩემმა დასკვნებმა ძალა დაკარგა. მე უბრალოდ ძალიან გაუბრაზდი, რომ აი ეს დანა შენ არა გაქვს? მე რო არ ვიცოდი რა. მე რო იყო, მე რატომღაც მეგონა რომ ეს გაჩუქეს. მე მგონია რომ თეიმურას ექნება დარჩენილი და შეიძლება მაგის მოძიება. თეიმურას თუ გაქვს ეს დანა, აქედან ძალიან ვთხოვ რამენაირად მომეც საშუალება რომ სხვა მეტი აღარ აქვს არაფერი. კაი, მადლობა ყურადღებისთვის. ბოდიში თუ ძალიან გაგვიგზელდა, ბოდიში რაღაც მომენტებში შეიძლება ცოტა ემოციებსაც ავყევით. ყოველ შემთხვევაში ვაგრძელებთ სტანდარტულად, ყველაფერი კარგად არის და არცაც წასვლას არ ვაპირებთ პირიქით მეტი შემართებით. რა ქვია, 2 სანტიმეტრიანი დანებიო? ფრიდონ ინჯია. ბატონო ფრიდონ, აი ამას მე დავიწყებ და გამოგიგზავნეთ საჭიროა. არაგაც მე მინდა რომ ფრიდონს გავუგზავნო საჭიროა. კაი, მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის.